იმედი გვაქვს, რომ დღესაც მოვახერხებთ ნადირობას. როცა შეიძლება არჩიმ რაღაცა აწიოს. დედა, აშვილო. ბიჭო, ნელა. მაგარი, ჩემთვის ეხა ეს არის ერთი სიამოვნება. რა მიდი. ატვალებს. ნადირობა ეს არის ორგანიზებული ქმედებათა ერთობლიობა. ტიროშილობის ამონადირეება. როგორც ხედავთ, ლოკაცია არ შეგვიცვლია იმის გამო, რომ კონცენტრირებული იყოს საკმაოდ კარგად გუში მწყერი და იმედი გვაქვს, რომ დღესაც მოვახერხებთ ნადირობას. ლეგიონის ბიჭები იყვნენ მოსულები, გოგა მათ მასპინძლობს, წაიყვანს და აკვალიანებს. ხო და უკეთეს ადგილებსაც ალბათ შეარჩევენ ბიჭები და თუ რა თქმა უნდა მიაგნებენ ამისთან ადგილს, მერე ჩვენს შევიცვლით ლოკაციას. ასე რომ მანამდე გოგას გარეშე მომიწევს ნადირობა. ეს ყველაფერი მაფიქრებს ერთ რამეზე რა. ძალიან დიდი ტერიტორია გამოვიარეთ და სამწუხაროდ წერი არ შევხვედრია არავის. და თან საინტერესო ამ ყველაფერში ის არის, რომ არც ერთი ჩოჩორი არ შევხვედრია. ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ მართლაც გადაფრენისთვის იყვნენ შეკრებილები. ლოკაცია შევიცვალეთ, სადღაც ძალიან ახლოს ვართ ყაურმასთან არა? კობა. შენ აქ გინადირია, მე არა. ორიჯინალური ყაურმას მიდრები. აქეთ არის ტბა, არხები ჩამოდის, არის სიგრილე და წყერის ჰაბიტატის ადგილი და შეგვიძლია მაღალ ბალახში გუნდურად შევესიოთ და ამოვიღოთ წყერი. იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის და გვჭირდება რომ სადაც არის იქ რა შეიძლება მაქსიმალურად რამოდენიმე მონადირემ ერთი ზოლით ინადიროს. ვიწყებთ, მოკლედ მე და ბატონი მარლენი. ბატონო მარლენი. რა სიტყვი, როგორ განწყობაზე ხარ? განწყობა ამაღლებული არის, იმიტომ რომ ჩვენ ამ ტერიტორიებზე გვაქვს ნადირები, ოღონდ მეორე მხრიდან. და აქეთ ამ მხარეს არაზოს მინადირია, მაგრამ იმედის მომცემი არის. შარშან, გოგლიკა სტეპანიშვილი და გაკუბერი იყვნენ აქ და შენ არ იყავი, მე ჩამოვედი ბიჭებთან. შენ უჩემოთაც იყავი აქ? ერთი პერიოდი გამოვძვერი. შენ როგორ ხასიათზე ხარ? გადასარევზე, იმიტომ რომ მართლა ძალიან საყვარელ ხალხთან ერთად ვართ, კარგ ადგილას ვართ და კარგი ნადირობა გვაქვს წინ. ბიჭები აეწყობიან ეხა და ნელ-ნელა დავიძვრებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგ ნადირობას შემოგთავაზებთ. დარჩით, გვიყურეთ და ინადირეთ ჩვენთან ერთად. უნდა გქონდეს მე და შენ ამოფრენები. წესით კი. ბიჭები ისვრიან. კარგია, კაცო, მშვენიერია. შეიძლება არჩიმ რაღაცა აწიოს. არჩი პაიში, მალაშანო პაიში.
დედა აშვილო შენი იყო არა მოშენი გობამ მაშინ ჩემი იყო კაი მაშინ ჩემი იყოს ბიჭო ნელა გოგა ჩაიდევი მადლობა უღურებ ნაბული არის. დიდი მოგ. თოკო ნაბულზეა. ნახე მეორე ნახე. მომიდა ადგილზე. 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 მომიდა რა ჯიჯი. აგერავა. სამწუხაროდ ვერ ავნახე. ძაღლიც ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ოპა! შემოგევლე, კარგი იყო. ჩემი თოფი იყო მაგარი თორე. ნახემეთი. საღო. საღო, всё, წამო გადავიდეთ იქ სამინდორზე. ოპა. არა ის ისე გადაჭდა რომ შორს არ უნდა წასო. აი შენი დედა ხტირე. მოდია ხახა. სამა მონადირემ გაისროლა ბიჭო და წერილზე ჩამოვაგდეთ. აჰა. ვიჯებაც ესროლეს სიმწყერს. ძალიან კარგი, აბა ნახოთ. აქ რა ხდება. გადასარალი ადგილებია. არხია წყლიანია? და როგორ გინდა ეხა აქ რო გადახვიდეს ქალაქელი მონადირეები რო ვართ. არის, აი. ოპა, კარგია, კარგი ხარ. კარგი ხარ. თვალს არ ვაშორებ, მიდი. ცოტა წინ და მარცხნივ მე მგონი. აი მან სადღაც. ნახე. მიგარი ხარ. გადექი ზოლში და წავედი. ბიჭო. კარგი ხარ. მარლენ. აი ამა შეუყვეთ, შენ და თოკო კიდეზე გამოყევით. და ჩვენ შეგნით შევავთ. მე მივიდა უკისხლებ ახლა ამ დას.
აი მანდ უნდა იყოს სადაც ძაღლები არიან. ესეთ და რიმით. აჰა. მადლობა. რა მინდა ეს რა? მედი ახლა მანდ იქნება. ჩვენ დავაგვიანებთ, ჩვენი ბრალია, მაგრამ ძაღლი იდგა ჩვენ ბაზრობით, დო. მაგ ბალახებში იქნება შესული ახლა, ნახე. მოდია. რაგინა მუშაობს. გაიცადე? ჩაჯექი. ჩაჯდა. ათურა. ბიჭო. მიდი ძმაო. აუჩ. ათურა. იმიტომ რომ ძაღლთან იყო ცოტა აპასნი. იმენა წაყვე. ჩავარდაჭდება. ძაღლთან იყო ცოტა საშიში ჩემი სროლა. მოდი აქაც ნახე შეიძლება აქაც რაღაცა იყოს. გავკითხე რა ავწიავად გამიხდა. ბიჭო. დედა, აშვილო, მიდი. ბრაფანულის. ბიჭო, ბოდიში რა. ვაიმე, ბე ჩოჩორია. არ გინდა? არა, ფო. აი მე თავი. აი თორწია ფო. ემენა ამ ძაღლთან შერცხვენილი ვარ რაიონული მასშტაბით. ორი მშვენიერი ნაბული გამიჭიმა მეტი რა ქნას ახლა. მაგაზე მეტი ამას არაფერი არ ევალება. ნამშვიდა. კი. ცოტა კიდე წინ აი მანდარი ყოჩა ღარჩი ყოჩა ჩემი ბიჭი ალენ გამოწერმა გაგვისვა კითხვა ბოლო ვიდეო რო დაიდო მწერზე ნადირობა გახსოვს რუსულად რატო ესაუბრებაო ძახს ალბათ ახალი გამომწერი არის და არ იცის ნუ რა ვიცი იმიტომ რუსულად არის გაზდი და თავის ენაზე ესაუბრება რა ბატონო მამუკა მე მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა მე დავაკვირდი რომ თქვენ დღეს ნადირობთ უთოფოთ დიახ ვინადირე კარგად უთოფოთ ბიჭებს ვასიამოვნე ჩემი ძაღლებით და მითხრეს ბიჭებმა რომ ოჩახ მამუკა რა კარგად გაგიწვრთნია შენი ძაღლები რომ მოტანები მიტანები ყველაფერი კარგი იყო მიზეზი რა არის იმისა რომ უთოფოთ ხარ მიზეზი არის იმისი რომ მე ჩემი ლიმიტი შევასრულე გუში ნადირობისა და ის მწყერი რომელიც ზედმეტად მეტი მე სახში არ მჭირდება და მწყერი ჩემი მტერი არ არის ისინი მე ძალიან და მეგობრებს უნდათ ნადირობა ხო მე დავდიოდი და ძაღლებს ვამუშავებდი ბიჭები ვანადირი ჩემი მეგობრები რომელიც აქეთ ამხარეს ზიან ეხლა და მეორე განყოფილებაზე ვეპატიჟები შენა სხვათა შორის ფანტასტიკური რაღაცას გთავაზობ მოვდივარ სიხარულით და ხალხმაც უნდა ვისწავლოთ ის რომ ტყუილა 100 მწყერი არავის არ ჭირდება რა აი რო გაგიგონიათ ალბათ რომ მე 100 მწყერი მოვკალიო რატო აი ისმის კითხვა რატო ხო და ამას ავაცალოთ ხამას ინადირებს რა 100%-იანი თქვენ მოგზავნეთ აქეთკენ რა მოვდივარ ალე ერთ კომენტარს გავაკეთებ რა ისვენ ამიტომ არის ეს კაცი მამუკა შივა კაცი ამით მე მგონი ყველაფერი თქვენ გაგიმარჯვეთ თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება კობა წლებია ნადირობ და დარწმუნებული ვარ
ბავშვობიდან ხო? კი, მე 8 კლასიდან მახსოვს ძალიან. რა მინდა შეგეკითხო. მე რამდენადაც ვიცი, შენს გექნებოდა ასეთ საკითხთან შეხება, როდესაც გეუბნებიან, აუ წამიყვანე რა სანადიროთ რა. ხშირია კი, ძალიან ხშირი არის. და რა აზრის ხარ მაგასთან დაკავშირებით? ფენომენალური მოვლენაა. ესე იგი, შემდეგში შეიძლება საწყენად იყოს ამ შეკითხვის დამსველი პირისთვის, მაგრამ ჯობია მაინც გაათვითცნობიერო და აუხსნა და უთხრა, რომ ეს ნადირობა ეს არის ორგანიზებული ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. რეალურად ეს არის აბსოლუტურად სპეციალურ ცოდნას დაქვემდებარებული მოვლენა და ამიტომ როდესაც ასეთ შეკითხვებს ვამ, მე ვისურვებდი თქვან, მოდი წამიყვანე რა ან არ წამიყვან, პირიქით უნდა დასვა საკითხი, მასწავლე რა, ქცევის წესები ნადირობის, მასწავლე როგორ ხდება ნადირობა და ამის მიხედვით ნენელა საძლებელია შემოვიდეს ნადირობაში. მე რას ვუკვირდები, იცი, ეს კარგი დაუშვათ ნაცნობის შემთხვევაში, მოკიდე ხელი და დაუშვათ წაიყვანო და თან ასწავლე კიდევაც. აი, როდესაც ადამიანს არ იცნობ და სოციალურ ქსელში დაუშვათ გთხოვს რა, რომ აუ წამიყვანე რა. აი, იქ რაღა ხდება მაშინ. ეს ნაცნობს კაი უცნობთან? უცნობთან განსაკუთრებით მე თავს უფლებას ვაძლევ და უწყრები კიდეც, იმიტომ რომ პირდაპირ გადავდივარ საკითხს, ეს არის პასუხისმგებლობა. სიმას არ გავს ფაქტიურად, როდესაც ადამიანები მიდიან ხოლმე სათევზაოდ რა. იქ გადაიკიდე ანკესი და მართლა მოსულა რა, ეხა უცნობ ადამიანთან ერთად ითევზაო კიდევაც. თუმცა ნადირობა აბსოლუტურად სხვა რამე არის, მაინც ცეცხლსასროლი იარაღთან გვაქვს საქმე და ალბათ თავშეკავება ჯობს ხოლმე რა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების გათვითცნობიერება ეს არის მთავარი გარემოება, რომელიც პირს უნდა აინტერესებდეს. როდესაც ხედა ობიექტს, რომ აფრინდა ან გამოიქცა, იმდენად ხარ ან აზარტში ან იმდენად აჟიტირებული, შეიძლება ისეთ მიმართულებით გაესროლო, საერთოდ თავდაყირა დააყენო და პირადად მისი და სხვა ადამიანების ცხოვრება. კობა, ძალიან დიდი მადლობა ამ აზრის გამოხატვისათვის, სხვათა შორის ამ აზრის გამოხატვას ძალიან ბევრი თავს არიდებს ხოლმე რა და ალბათ იმიტომაც ხდება ხოლმე, რომ პრობლემების წინაშე ვდგებით ხოლმე მერე შემდგომში. ეხლა უკვე მე გასაღებით მოვიმართე, ალბათ ჩვენ უკვე შევძლებთ და სხვა მინდვრებზეც გადავალთ. რას ფიქრობ? კი, აუცილებლად ძალიან კარგი დღე იყო, ძალებმა კარგად იმუშავეს, მინდვრები არის აღებული ყანა, დიდი ბალახი, სადაც შეიძლება წყერის ჰაბიტატი იყოს, მივაგენით კიდეც და რაც დასაშვები არის, ავიღეთ და ამისთვის მოგდეთ მადლობა ბუნებას. მადლობა ბუნებას და მადლობა შენ რომ ესეთი მაგარი ადგილი გვაჩვენე და შემოგევლე. გადაწყვეტილება მიღებულია, აქ მდებარეობას ვიცვლით. საინტერესოა კიდევ თუ გაგვიმართლებს და ვიპოვით იმ რაოდენობის მწყერს როგორც გუშინ. ალბათ გაგვიჭირდება, მაგრამ მოძებნას წინ არაფერი უდგას. გათებული რო არის, იმას ნიშნავს, რომ მთელი წერი აქედან იალა გედერსენ ურდა.
მე მაინც მგონია რომ მალენმა სასეირნოთ მომიყვანა აქ. სავარაუდოდ უბრალოდ ადგილი მოეწონა რამე თუ კარგი ხედია აქედან და ქვემოდანაც ლამაზად ჩანდა. აუ მაგარი, აი ჩემთვის ეხა ეს არის ერთი სიამოვნება რა. მიდი. აწვალებს. ბათურა, აბა მოდი აქ მოძებნე ბათურა. გადახვალ თუ გადავიდე? ოპა, ჩავარდა. კარგი ხარ. მიდი გეტყვი სადაც არის. კიდე წინ. აი მან. ოპა, საღო, სო ხედავ. ხო, მაგრამ ეგ მეორე არის. არა, ძმა იქიდან აფრინდა. არა, ეგ სხვა არის. ისიც ესე ფრად დაეცა როგორც ეს. არა, სხვათა შორის. იაბინის კაზა. აუ, შავი, ეგრე მომეჩვენა. გადასარევია. საღო, ძმა, კარგი იყო ნაღდად. ისიც უნდა მოძებნო. ეგ სხვა არის. ეგ სხვა. აი რა ვიცი, მალენი ფიქრობს რომ სხვა არის, მე ვფიქრობ რომ ერთი და იგივე იყო და. მე მგონი დაიჭრა და ჩავარდა მანდ რა, ისეთ კუნჩს წავიდა. კი, ანუ პასატკი წავიდა რა, არ დაეცა, მოკვეთით არ დაეცა. ალენ ღირს კიდე აქ ზაღლის შეშვება. კი. ბათურა მოდი აქ. აქ შეიძლება კიდე იყოს. ეხმარება პატრონს იქნებ მოძებნოს. არ არის, აი ზუსტად სადაც. კაი. ზუსტად ვიცი არა, ზუსტად სადაც დავარ და იქიდან აფრინდა რა. შედი, ბათურ. მოდი აქ. ბათურა, მოდი აბა აქაც მოძებნე. მოდი დაბათურდი აქ. გავიხედე და კურდღელი ამოხდა. ოპა, კარგია. აი ხო ხედავ, შემხარეს ამოვიდა, შენი სასროლი იყო. ბათურ, მოდი შენ აქ მაგას ნახავს. აი მანდ არის. ბათურ, მოდი მაინც აქ კიდე მოიჩხრიკე, ბათურ, მოდი აქ. არ არის გამორიცხული რომ რამე გზა აბნეული კიდე იყოს მანდ. შვენია. მე რატომაც მე არ მისვრია ძმა. შენ ისროლე? მე არ მისვრია. და შენ მხარეს იყო, შენ რატო არ ისროლე, დო? აი ესეც კაი სასროლი იყო და მაგ იყო. არა ბიჭო. არა, აი ასროლი იყო. იცი რა, ეს პატარა ქოჩორით მოვიჩხრიკოთ რა. მედი, გოგა რა. მე რასწრებ? შენი ასაღებია ეხა ეს. აბა მიდი. მიდი. აბა მიდი ნახე ერთი როგორია. მიდი. გაექცევა. კარგი ხარ. შვენია. გაშვება გინდოდა, ხო? აი მანდ არის ძახთან. აი მანდ. სადაც ერთი ნაბიჯი წინ და მარცხნივ. ო, შეიძლება. შვენიერი. ხო არა ვერ მოიხმარ, თორე კი. დაკიდა ფეხი. ფეხი დაკიდა იმ მოხერმა. დაიცადე. მაშ. ეგ სადაც წავიდა დავინახე. და მაგის ფეხ დაკიდებულ ჯობია რომ კიდე მწყერი მოვანახინო. მოდი ახეთ. დავდარა. მოდი. მოდი ახეთ. მიდი. მოდი აი. ბიჭო. აჰა. რას მერჩით. მოგეწონა გასრულა მალენ ჩემო. კი, სასიამოვნო იყო. სასიამოვნო. ორივე ესროლეთ თუ? მე. ხო შენ ისროლე? ესე იგი შენც ისროლე? შენ ისროლე? ვაა. ნუ გაახურე, დო.
ესე იგი როგორ სინქრონული ხმა იყო რომ მე შენი ხმა არც გამიგია. მე არ გამიგია. ამ ხელა ხმა. მე შენი სროლა ვაფშე არ გამიგია. რაც მე არ გამიგია. გამწყვე ჩადები. აი მე გამიგია, იმიტომ რომ დიდი ხმა ქონდა და მე. მე მეგონა მარტო სროლა. იქ ხო არ ავიდეთ, კი, აი ის მინდა რომ მოვიცეკო და აქაც მოდი თანის ესევა რომ ოპა, კარგია. დავიმახსოვრე სადაც ჩავარდა. ძაღლი გაცდენილია. მიდი, კარგად უყურებ. მიდი. 1-5 ნაბიჯი წინ, 5 ნაბიჯი. კიდე 1-2 ნაბიჯი და მარცხნივ. ოჩა ბატონო ვარლე. თავ დაბლობას ძალიან ვაფასებ ხოლმე და ეს რა თქმა უნდა ანდრეის მოპოვებული არის. და ანდრეი იძახის რომ ბატონო მარლენ თქვენი მოპოვებულია. მოკლედ მეგობრებო თავდაბლობას არაფერი არ ჯობია ხახნა. ნუ დახარბდებით მწყერს ყოველთვის. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მართალია ვთვლი რომ ჩემი მეგობრის მონადირებულია, ის თვლის რომ ჩემი მონადირებული არის და მოკლედ აი ამისთან სიამტკბილობაში გისურვებთ ყველას ნადირობას ხახნა. ალბათ ყველანი ანუ ბევრი ხარ შემწრე იმ ფაქტისა რომ 2 ხანდახან 3 მონადირე რო ისვრის ერთმანეთს ასწრებენ ხოლმე რომ ჩემია თუ დააკვირდით აქ ყოველთვის სხვა სიტუაცია არის სულ ვამბობთ რომ არაშენია და ალბათ ეს არის უფრო სწორი ფორმა რა არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე ვინ რამდენი მოკლა ვის სიტყვით ჩამოვარდა მონადირებული მწყერი და ასე შემდეგ მოკლედ მეტი სიყვარული და ნაკლები აზარტი ბიჭები. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ხარისხიანი ეკალი აქვს დათესილი. შვენიერი. დასავლეთი ხო არის ეკალა. კი. ერთი ნაბიჯი წინ კაი და მე აზრი. მგონი ერთი ნაბიჯი მარცხნივ. არ ვიცი, აი საინტერესო კია. ბატონო, ზოგა, გაცილებით მეც მოველოდი ამ მინდვრებიდან რა. ხო, მალენ მე სიმართლე გითხრა გაცილებით მეც არ მოველოდი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. ნადირობა შედგა და ყოველთვის მე და შენ გვიყვარს ლამაზი და ახალი ადგილების მოჩხრეკა და. ბიჭო დგას. აუ თარო ვერ შედიხარ როგორია. და იქით აპ. ჩამოვარდა, მაიცო. ჟაი ჩამოვარდა, მაგრამ სად ეხლა რა აზარტულია ბიჭო. ნუ როგორც იტყვიან ხოლმე შემთხვევითი ტყვია აქვს მოხვედრილი რა. უკან ოი შევთან. ახლოს. გოგა. ვახშენი და დაიცა დაახსნა. ელა. ახლოს. აუ მალენ მე ვეღარ ხედავ. ვერ ხედავ რა ვქნა. დავაი. ანუ ცაზე რო იყოს კიდე ისეთი თემა არის და. ახლოს. მალენის არჩეულმა ადგილმა გაამართლა, ძალიან ვისიამოვნეთ, არც თუ ისე ცოტა წერი ავიღეთ საღამოს გასეირნებისათვის. და რაც მთავარია, მესამეჯერ თუ მეოთხეჯერ უკვე ვამბობთ და არ მომბეზდება ამის აღნიშვნა ულამაზეს პეიზაჟზე და ხედებზე ვინადირეთ. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ სეზონის გახსნას. ყველა ჩვენთაგანი მოლოდინში არის მარლენ იხვის სეზონის გახსნის. ერთი სული აქვს ყველას და ჩვენც. და ჩვენც მათ შორის სულ რაღაც ერთი კვირა ოდნავ მეტი დარჩა და ისევ ვეწოვით მე და შენ ამ ხარეს. იმედი მაქვს რომ ამ ფილმშივე გავუშვებთ და ჩვენმა მაყურებელმა უკვე იხილა თუ როგორ ვეძებთ მე და შენ საიხვი ადგილებს. ხვალ კიდე წასასვლელები ვართ და ისიამოვნეთ ხალხო, ინადირეთ, გადით მეგობრებთან ერთად ბუნებაში და ჩვენც გაგვახარეთ თქვენი თავით და ყველა თქვენ კეთილს სურვით. შემოგევლე. მოკლედ ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით ჩემო მეგობრებო და ყოჩაღად იყავით, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.